ჩვენ მე მგონი გვაქვს ახლა უკვე შესაძლებლობა მისი წინასწარი დაკითხვის შემდეგ თავად ლევანს მოусმინოთ და ლევანი მოგვითხრობს იმის თაობაზე, რისი მომსწრეც გახდა და მონაწილე. ლევან, ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ უკვე კაფედან გამოსვლის საშუალება მოგეცათ, დავიწყოთ, მოგვიყევით ეს ისტორია, როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა და როგორ დამთავრდა. გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა ყველას, ვინც გარეთ იდგა და მირეკავდა ამ წერ და გულშემატკივრობდა. მოკლედ მარში რომ მოდიოდა, რუსთაველის თეატრთან ვიყავით, რომ მარშს შევერთებოდით და მაგ დროს ბესიკის კუთხესთან რაღაცა ჯგუფი იყო, რომელიც მარშს რაღაცა შეურაცხყოფას აყენებდა. ვკითხეთ, რომ რა გინდა ვინახართ რაღაცა, ამ დროს პოლიცია ჩაერია ამ მარში, ამ ჯგუფმა რაღაცნაირად აუხვია ბესიკის ქუჩაზე და დაიწყეს გინება. ავყევით და ჯგუფს ერთი წევრი გამოიყო და შევარდა კაფეში რომ და შევყევით რომ შევყევი რა რომ ვისაგინებდი თქო და კუთხეში ანუ გასასვლელი რო ვერ ნახა მეორე კუთხესთან დადგა და რაღაცა მოძრაობა რო გააკეთა და ვინახე რომ იარაღი ამოიღო ჯერ მე მომიშვირა მე მეორე მხარეს მიუშვირა ანუ ლევან რო დავაზუსტოთ მანამდე ითქვა რომ თითქოს რაღაც ჭიდაობის დროს რაღაც ამოუვარდა რომელსაც იარაღის ფორმა ჰქონდა თქვენ რასაც გვიყვებით მან მისი ასე თქვა მისი ოპერირება ცადა ანუ გამოყენება არა მაგრამ ეს იარაღის მსგავსი რამ თქვენ მოგიშვირათ ასე თქვა იარაღის მოშვერა იყო კი და ეს იარაღი იყო ანუ თქვენ გქონდათ ხელში მოიგდეთ ნახეთ ეს ყველაფერი იყო კი ვიზუალურად გავდა მაკაროვს და როცა ის წავაქციეთ და წავართვით იარაღი გამოვიყვანეთ გარეთ და იარაღის და ისიც ჩავაბარეთ პოლიციას რის მერეს მე შემიყვანეს შიგნით დაახლოებით 1 საათი არ მაძლევდნენ საშუალებას რომ გარეთ გავსულიყავი გარეთ რომ ადვოკატი მოვიდა გარეთ ხმა გაავრცელა პოლიციამ რომ არ უნდაო ადვოკატიო არა და ვიხვეწებოდი ადვოკატის შემოყვანას ვიღაცას ელოდებოდნენ შიგნით ეს პოლიციელები მე ეს ვიღაც მოვიდა და თან ლაპარაკი დაიწყო პოლიციამ რომ აი რა იყო ის არისო ცეცხლსასროლი არ არისო პნევმატური არისო და ანუ ეხლა მაგის გარჩევა იმ მომენტში საერთოდ არ იყო შესაძლებელი ჩემთვის და მე უკვე ადვოკატი შემოუშვეს ადვოკატთან გავიარე კონსულტაცია და მითხრეს რომ ეხლა უნდა გადაგიყვანოთ დაკითხვაზე და მეთქი მოსამართლის გარეშე არ გამოყვებით დაკითხვაზე თქო და მე კიდე სადღაც ათანხმებდნენ ამ ინფორმაციას მე რაღაცა მონაცემები ჩაიწერეს და მე უკვე გამომიშვეს სადაც გარეთ კიდე ერთხელ დამხვდა ძალიან ბევრი ხალხი და თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა ლევან კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ ეს არ იყო რაღაცა უცაბედი ინციდენტი როგორც გავიგეთ მარშს ფილარმონიიდან აეკიდა რამდენიმე ჯგუფისგან შემდგარი რამდენიმე ადამიანისგან ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი ხო მამაკაცების რომლებიც თან მოყვებოდნენ ამ მსვლელობას მე ამ პროცესს შევესწარი რუსთაველის თეატრის მოპირდაპირე მხარეს მარშთან აი მოდით მე მაშინ მაყურებელს მოუყვები და თქვენ გააგრძელეთ იქიდან სადაც შეესწარეთ იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით 9 საათის წინ ახალ ფორმულაში ჩაგვერთო ამ მარშის რამდენიმე ორგანიზატორი და მონაწილე მათ შორის გოტა ჭანტურია და სხვები რომლებმაც ეს ისტორია მოყვნენ თვითონ უყურებდნენ ამას ფილარმონიისგან აყვა 6 კაციანი დაახლოებით ჯგუფი მოყვებოდნენ გარკვეულ შეურაცხყოფებს აყენებდნენ მარშის მისამართით ასე თქვათ გამოირჩეოდნენ შეურაცხყოფელი განცხადებებით შემდეგ აქ მარშის მონაწილეებმა მიმართეს პოლიციას რომ გაეუნებელყოთ ეს ადამიანები ეს ასე არ მოხდა და ნუ დაძაბულობა გრძელდებოდა და უკვე დაახლოებით იმ ადგილას საიდანაც თქვენც ჩაერთეთ ამ ამბავში გაგრძელდა ეს ისტორია აი აქედან ამ მომენტიდან რო გითხრათ ფიზიკური შეხება რა მომენტში მოხდა და რამდენ ხანს გრძელდებოდა და პატრული რას აკეთებდა ამ დროს როცა ეს მათ თვალწინ ვითარდებოდა როდესაც აი მე როცა მივედი აქ რაღაცა 2 თუ 3 ამ ჯგუფის წევრი იდგა და რაღაცა ცოტა ესე ცინიკურად და აგრესიულად რაღაცების მარშის მიმართულებით ამბობდა რომ მიუახლოვდი რომ რა გინდა როცა ვკითხე რაღაც ცინიკური პასუხი იყო და ამ დროს მოვიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი რაციაში გადასცემდნენ რომ მალე მოდით რაღაცეები დაწყნარდით ხელისყრა იყო პოლიციის მხრიდან აქეთ იქეთ რომ რაღაცნაირად დავეცილებინეთ ერთმანეთისთვის თუ რაღაც არ ვიცი და მე უკვე აი ამ ჯგუფის წევრები ავიდნენ ბესიკის მიმართულებით აუხვიეს და დაგვიწყეს გინები რაზეც ავყევით როგორც გითხარით ეს ჯგუფი გაიფანტა და ერთ-ერთი წევრი ჯგუფის
შევიდა კაფეში, რომელსაც როგორც უკვე გითხარით, შევყევი და შიგნით, როცა ვერ ნახა გასასვლელი, ამოიღო ეს რაღაცა იარაღი და მოგვიშვა. ლევან, თქვენ ხელში მოიქციეთ ეს იარაღი, ხო, როგორც გვიყვებით. როგორი შეგრძნება იყო ეს იყო? რკინის იარაღი იყო თუ რაიმე ესეთი რკინის იარაღი იყო. იმიტომ რომ ვიღაცები ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს რაღაც სათამაშო იყო და ასე შემდეგ. სათამაშო იარაღი არ ყოფილა, იყო ჩვეულებრივად მაკაროვის ვიზუალი, წონაც მაკაროვის, ანუ ისეთი რა რკინის იყო და მე პოლიციას როცა მივეცი და მე პოლიციამ ეს შიგნით შემოიტანა, მითხრეს რომ არ არისო ესო ცეცხლსასროლი, არის პნევმატურიო და შარიკებს ისრისო, აი ამას ამბობდა და შარიკებს ისროდა თუ იმას მე არ ვიცი, იარაღი ამოიღო ტიპა და მოგვიშვირა და კარგი შარიკებს ისრის ეს ახალგაზრდა მამაკაცი პატრულმა დავინახეთ რომ მანქანაში ჩასვა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ რომ ის დაკავებულია უკვე, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუცელებია ინფორმაცია. პოლიციამ გითხრა ესეთი რაღაცა რომ ეხაო თუ არ გამოყვებით დაკითხვაზეო, ამის გაშვება მოგვიწევს და მე ვუთხარი რომ მოსამართლის გარეშე თქვენთან დაკითხვაზე არ წამოვალ, იმიტომ რომ არ გენდობით და იმიტომ რომ 1 საათი უბრალოდ გარეთ არ გამიშვით მეთქი. ადვოკატთან კონსულტაციით გადავწყვიტეთ რომ გამოვიკითხო მოსამართლის თანდასწრებით. გასაგებია. კამერებს ამოიღებენ, ყველაფერს გაარკვევენ. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ლევან ჯობავა გვერდებოდა, რომელიც უშუალო მომსწრე და მონაწილე იყო მთელი ამ ძალიან უცნაური ისტორიის, ის რომ თავისთავად იარაღი რაღაც ფორმით ფიგურირებს ამ ინციდენტში, უკვე ძალიან შემაშფოთებელია. მანამდე სხვათა შორის ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ ინფორმაცია პოლიციის მიერ გავრცელებული ერთ მამაკაცზე, რომელიც სანადიროდ რაღაცა თოფით გადაადგილდებოდა რუსთაველის მოედანზე და ამასაც ვიცით რომ ის ადამიანი პატიმრობაში ახლა, მაგრამ ესეც ძალიან უცნაურად ჩაჯდა, ასე ვთქვათ, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში. არ ვიცი, რატომ კეთდება ეს ყველაფერი, უნდა გაირკვეს და ჩვენ გვაწვდიან გარკვეული ინფორმაციას მათ შორის, აი